მოკლედ ეს იყო, მე და ფლორიდამ ვერც დავიწყეთ ერთად ყოფნა. ისე რაღაცნაირად მიხარია, რომ არავინ არასდროს არ მომწონებია. ხო, გეთახმები, მე კინაღა მართლა მომეწონა ჯილი. მეგობრებო, ახლა გოგოების გარეშე რა უნდა გააკეთოთ? არ ვიცი, ალბათ იმას გავაკეთებ, რასაც გვინი მეუბნება და სერენასთან ვიქნები. ქურდი მაინც არ არის. მე საერთოდ არ მეცინება, სერენასთან ერთად თუ იქნები, არასდროს არ გაბადიებ. კარგი თეო დაწნარდი, საკმარისია, ჯობია ქუდი გაისწორო. ხო, მეგობრებო, მართლა საკმარისია. მე ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, გოგოებს რა შეჭირდებოდათ გვინის დღიური. იქნებ რაიმე ისეც ეძებდნენ. და ისედაც აშკარა არ არის, მის საიდუმლოებს ეძებდნენ, რომ გაენადგურებინათ. ო, როგორც ჩანს ეს საყვარლები მოსიარულე წითელი დროშები ყოფილგან. მეგობრებო, დაივიწყეთ ამის გამო ასე ნუ გავრაზდებით, მარტოსულობასაც ბევრი დადებითი მხარი აქვს. მოკლედ ეს გოგოები ახლა ჩვენთვის არაფერი აღარ არიან. რა თქმა უნდა, ქურდების გარდა. ხო, და სერენასაც იგივე ეხება, ის შენთვის აღარ არსებობს, გასაგებია? კარგი მეგობრებო, წავიდეთ, არ მინდა ამ ყველაფრის გრეისთან პრობლემებიც დავამატოთ. ოლივერ. ო, მოვდივარ. მეგობრებო, ორი წამი მოიცადე. მე აღარ უნდა მიყურებდეს. გრეის გაგიმართლა რომ მასწავლებელი ხარ, თორე აქ არ მიგიღებდი. და ეგ რატომ? რატომ და შენი შვილები ქურდები არიან? ურუს ფრთხილად იყავი, ჩემი გოგოები ქურდები არ არიან, უბრალოდ ცნობის მოყარეები არიან და ამაზე საუბარი დავამთავრეთ. არ მეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო, ახლა მთელი სკოლა ფლორიდას განიხილავს. ხო, სუსტად ამას ვიძახი, გრეის შენი ოჯახის გარშემო ძალიან ბევრი ჭორი დადის. რა ჭორი, გისმენ? მირჩევნია რომ არაფერი არ ვთქვა, თორე მე ამის გამო ცუდქულებს დამიწერე. მოდი უბრალოდ ვთქვათ, რომ ყველა თქვენი გოგოებისგან თავს შორს იჭერს. ხო, მაშინ გირჩევნია რომ პირი დახურო.